გაშლა ეხება ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს დაშორდით, რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო. ჩემი სულით არ შეიმჩნიოთ და ამის ნიადაგზე რახან დაშორდით, მოდი ვიკითხოთ რა სგრძნობს უშენოდ ჩვენ ჩაფიქრებული ადამიანი. დარდობს თუ უბრალოდ არაფერს. შენთან შეხვედრის მძაფრი სურვილი და წყურვილი ახლავს ამ მის თანა ტკივილს, რომელიც თან ახლავს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ტკივილი არ არის მარტივი, არც დამცხრალი არ არის მასში ეს ენერგიები, რომელიც ტკივილის ენერგიებშია. რა თქმა უნდა, არის გულის ტკივილში, მაგრამ მეტად უფრო გონებით საზღვრავს საკითხებს და მეტად უფრო ადეკვატურად განსაზღვრავს მოვლენებს, რის ნიადაგზე ძალიან ჭირდება რაღაცა მდგომარეობიდან გამოსვლა, შფოთვებიდან გამოსვლა და არ აქვს რესურსი, რომ რაღაცები ჯერ მოიტანოს შენამდე, მაგრამ ამ რესურსს იპოვის აუცილებლად და საერთოდ არ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც კი უშენოდ ცუდად არის, მაგრამ არ გამოხატავს ამ ქმედებებს, არ დაგანახავს ქმედებებით, რომ უნდა შედნა კომუნიკაცია. მე მგონი წნევა მაქვს თუ ვიბანავე და ის თვალში რატომ აქვს სისხლი ჩაქცევა, არ ვიცი, მაგრამ დაიგიდეთ არაუშავს. და შესაბამისად, ხო, აი რაღაცა თითქოს ადამიანში ძალიან დიდი ბარიერი და სირთულეები არის. და ამ სირთულეების ნიადაგზე მუდმივ ორომტრიალში არის, რომ აი მოდი ახლა მე როგორ მოვიქცე, მე რომ მივიდე და მივწერო, როგორ მოხდება სიტუაციები და ეშინია ტაკეთალების რა, ანუ ის რომ უკუაგდებ მის ქმედებებს ძალიან ეშინია. და ეს ყველაფერი ქმნის ბარიერს და ეს ბარიერი ქმნის სირთულეს. იმიტომ რომ ზოგადად ადამიანს რომ მიაჩვევა, არ უნდა გადააჭიროს, ეს ჭირს ახმობას, რომ აი მიჩვეულია, რომ აი ყველაფერი მზამზარეული მისდის შენგან, თუნდაც მესიჯით და აი ეს ყველაფერი დააკლდა, გენაცვალე, ახლა აღარ მოწონდა, ახლა ეხლა დროზეო, სათხარ ამდენი ხანიო გეძებს. მაგრამ ზუსტადად იცოდა შენი ფასი და სანამ შენს ფასს არ მიხვდება ადამიანი, არ გაბედო და კომუნიკაციაზე არ გახვიდე. ანუ უბრალოდ შენი თავი დააფასე, რადგან თუ შენ თავს არ დააფასებ, არ არსებობს ადამიანი, ვინ შენ დაგაფასებს. შენი შვილიც რომ იყოს, აი შენი შვილი და რო დავიწყოთ. არავინ, შენ თავს რო ხედავ რომ გაფასებენ, სხვა ადამიანებიც ანალოგიურად დაიწყებენ შენს გაფასებას. ამას მე ეცეთ ყურადღება. პირველიდან 10 ივნისის ჩათვლით რომ მაქვს ფასდაკლება 50%-იანი იცით. ხო და თუ არ ჩაწერილ ხარ, შეგიძლიათ რომ იჩქაროთ. სრულ დიაგნოსტიკაზე არის ფასდაკლება. ხო და იმიტომ რომ არ ვიცი მე როდის მაქვს ფასდაკლება და რა ვიცი თუ გინდათ ჩაეწერეთ წინასწარ.